ცნობილი ხდება რამდენიმე მუხლი, რომლებსაც ამნისტია შეეხება. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა უკვე დაწყებულია. წინასწარი ცნობით ამნისტია პირობით მსჯავრდებულთა გარკვეულ ნაწილზე. ასევე ნარკოტიკების მომხმარებლებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პატიმრებზე გავრცელდება. ბიუროს ხდომაზე, სადაც ამ წუთებში კონკრეტულ მუხლებზე საუბრობენ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიც არის გადანილი. თამთა ჯანაძე ელოდება პარლამენტში მიმდინარე ბიუროს ხდომის დასრულებას. თამთა ხომ არ დასრულდა უკვე ხდომა და რა განცხადებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში? თამთა ყველა იმ დანაშაულში მსჯავრდებულებს, რომელიც ჩვენ ჩამოთვალე შესაძლოა ამნისტია ძალიან მალე შეეხოთ, თუმცა ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია რა გამოხმაურება იყო დეპუტატების მხრიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე, რადგან ბიუროს ხდომა საქართველოს პარლამენტშიც ამ დრომდე მიმდინარეობს და შესაბამისად გამოხმაურებები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ბიუროს ხდომაზე ასევე გატანილია ბიუჯეტის საკითხი და გატანილია სამხედრო რწმუნებულის შესახებ კანონპროექტი. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივის პროექტები, რომლებიც შევიდა პარლამენტში ხუთშაბათს დღის ბოლომდე. საქმე ეხება სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოქმედებას და თანამდებობრივი კანონების ცვლილებებს, ბიუჯეტთან დაკავშირებული კანონების ცვლილებებს, იქ არის პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები. ბიუროზე ინიცირება მოხდა კანონპროექტის ამნისტიის შესახებ, ინიციატორები გახლავართ მე და კიდევ ორი დეპუტატი, ზვიად კვაჭანდირაძე და გედევა ფოფხაძე. ჩვენ სახელით იქნება სწორედ ბიუროზე დარეგისტრირებული და ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე განხილვას როგორც კომიტეტში, ასევე დაიწყება საპარლამენტო მოსმენა. მე ვიცი, ძალიან დიდი მოლოდინია ამნისტიის მიმართ, ვიცი ასევე რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად გვინდა ვიმუშაოთ და ამავე დროს გვინდა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეხოს. ძირითადად მაინც გათვალისწინებული იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, ასევე ამნისტიის პროექტში პირველად მოხდა ნარკოტიკების მუხლი, კერძოდ ეს არის მომხმარებლები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებენ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხის განხილვისთვის. ჩვენ ნებისმიერ პროცესს, რომელმაც კი შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყნისთვის სასარგებლო პროცესს, ჩვენ ბუნებრივია რომ ხელს არ შევუწყობთ. ჩვენ შეიძლება ხელი შეუშალოთ პროცესს, როდესაც უმრავლესობა თქვათ ეცდება ჩვენი საზრით ქვეყნისთვის საზიანო პროექტი ან ნაბიჯი გადადგას. მაგრამ როდესაც ბიუჯეტის განხილვაზეა ლაპარაკი, ბიუჯეტი ჭირდება ქვეყანას და არა უმრავლესობას. ჩვენ მზადა ვართ თანამშრომლობისათვის. ჩვენ არ ვაპირებთ უარეთ საპარლამენტო მუშაობაზე, არც კომიტეტებში, არც პლენარზე, უბრალოდ იმ დროს უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ჩავთვალეთ მონაწილეობა თბილისში, გარკვეულ ღონისძიებებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ და პარლამენტში ვიმუშაოთ, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი დრო მოდის, ახლა ბიუჯეტის განხილვის დრო, არანაირი ხელოვნური შეფერხება პარლამენტის მუშაობას არ უნდა ქონდეს. ჩვენ გვესმის რომ უმრავლესობას არ აყავს ქორუმი, რომ პარლამენტის ხდომა შეიკრიბოს და ხელოვნურად არაფრისთვის ხელი შეშლას და შეფერხებას ჩვენ არ ვაპირებთ. საპარლამენტო უმცირესობა ასევე მზადაა ხვალინდელ რიგარეშე სესიას დაესწროს და შესაბამისად დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ხვალ ქორუმის პრობლემა არ იარსებებს. ეს იყო პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან და თამთა ჯანაძე ბიუროს ხდომა საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.